როგორი უხერხულია. მოსახნავი მოიხნა. მე დროს არ დავკარგო. სანამ ბავშვობის ამბავს გავიხსენებ, გეტყვით რომ ცოლი მომყავს. ოჯახში მიმიპატიჟეს. მაგრად ნერვიულობ. ეს ჩემი საცოლე კი მამშვიდობს, მაგრამ რა აღარც ვინერვიულო. მოკლედ მივედი. კარზე სანამ დავაკაკუნებდი, იქამდე გამიხეს. ყველანი ჩამწკრივებულები იყვნენ. მამამისი ბოლოში დგას. მცირე ღიმილი დაკრავს. საგამოცდო ღიმილი. მოკლედ ისეთ დღეში ვარ, სადაც აგავიქცე. ყველანი დავსხედით. მე რა თქმა უნდა, ბოლოს დავჯექი. ამ დროს დედამისმა რაღაც შემოიტანა, მე ვიკაცე, თავს გამოვიჩენთქო, გავეშურე მისკენ, კერძი გამოვართვი და სანამ მაგიდაზე დავდგამდი, ფეხი ამისრიალდა და ყველაფერი დავლეწე. აი, ბავშვობაზე რომ მინდოდა თქმა, მერე მოგიყვებით თქო. მთელი ბავშვობა ხელმარცხიანს მეძახდნენ. განსაკუთრებით ნუნუბეწოლა. ერთხელ რკინის კარს მოვკიდე ხელი. შემთხვევით ეს კარი წაიქცა და ამას თავში მოხვდა. მერე სიმსივნე დაემართა. და ხო. ამასაც მემაბრალებს. ხელმარცხიანი ხარ? გამარჯობა, მიშა როგორ ხარ? არა მიშავს. მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი, ძალიან გაგვეხარდა და გაგვეხარე. მადლობა მოწვევისთვის ხო. ვიმყოფებით ქალაქის თეატრში, ძალიან კარგ სივრცეში, სანამ დაიწყებოდა გადაცემა ვსაუბრობდით და მადლობა სივრცის დათმობისთვის ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და წარმატებები. ხელმარცხიანი ხარ? როგორ თქვა, კი, მაგრამ აი განსაკუთრებულად არა, თუმცა რაღაც საკითხებში აი მახასიათებს ეგ რა. ხო, მე ძალიან ხელმარცხიანი ადამიანია. იცი რატო ენთუზიასტი ვარ. აი რაღაცების ცდა მიყვარს ხოლმე ჯერ ჩემი ხელით რა. ხო. ხანდახან. და მაგ დროს ხანდახან არის რომ მოუმზადებელი ადამიანი მოკლედ შეიძლება ხელმარცხიანი იყოს რა თორე. გულს როგორ აყოლებ? ამ ყველაფერს მე რავი, ჩვეულებრივად, სტაბილურად, ქართულად, კავკასიურად. და ხელს რა გაგიყოლებია? აუ, ხელს გავაყოლე ერთხელ. ბუბლიკი. ბუბლიკი? 5 კაპიკი ღირდა მაშინ ბუბლიკი. ოღონდ როგორი 5 კაპიკი ღირდა, იცი? უკვე დევალვირებული 5 კაპიკი. ხო. და სკოლის გვერდზე იყო რაღაც მაღაზია, სადაც ეს ბუბლიკი იყიდებოდა. უფრო სწორად იპარებოდა. ხო. იმიტომ რომ მთელი სკოლის ბავშვები იპარავდნენ რა, შედიოდნენ რაღაც ბუბლიკს ითრევდნენ და პონტი იყო ეგა და ჭუბეც რაღაცა სადღაც რომელი წელი ალბათ აი 88-სა და 91 შორის არის რა. ნუ 90-იანების თემა. აი ადრეული ძალიან. დასაწყის. სკოლის მოსწავლე გვერდზე იქით ქუჩაზე. ხო და ესთან მოპარვა ახალი პონტია, საბჭოთა კავშირი ინგრევა რა. საბჭოთა კავშირში აღარ ასმობის არის, რა ქვია, ხამურაბის ხელს მოგაჭრიან. გაკიცხავენ დაფაზე გამოკიდებენ სკოლაში რომ ვინ გვარცხნეს? ვინ გვარცხნეს? საბჭოთა ემპათია არ არსებობს. ეგრე იყო, მასალმე გცემს. ხო. სასწავლო ნაწილი მოვა გცემს, მე დირექტორი მოვა გცემს, მშობელი მოვა გცემს. ხო. მშობელიც არ არის შეწყდა. საბჭოთა აღზრდის მეთოდიკა კატებს ცემდნენ რომ მიაო ეთქვათ ყოველს. სამხმაში წარმოიდგინე ხა საბჭოთა ცირკი მთელი ეგ იყო რომ უბაზუნებდნენ ცხოველებს რომ მე იქ რო გაივლიდა ესე ფეხებში ესე იქით აქეთ გაიარა რა და შესაბამისად ეგ მეთოდიკა იყო სპორტშიც და ბავშვებშიც და როგორი რამეა იცი ხა ის არის რა ქვია უბრალოდ ტრავმირებულ ადამიანებს ზრდი ხო რომლებიც მე რაღაცა ცუდი რაღაცებისგან ძალადობისკენ მიდრეკილები არიან რა რადგან ეს დასაშვებად მიაჩნიათ ეს არის პრობლემა თორე იმ თვალსაზრისით თუ რამე გინდა დაასწავლო საკმაოდ ეფექტური მეთოდია ხა ცხადია შიშით რომ ვაიმე ისა და რავი მე უკრავდნენ მე ბეთჰოვენებს 7-8 წლის ბავშვები რომ თორე ჩაცხებენ თითებში და ხო
ამარას მიყო ხო ძალით ეშინო არ ვიცი ეგ მეთოდიკა მაშინ ეგრე იყო რა და მოკლედ გავბედე მეც მოპარვა ახალი პონტი იყო თქო ამას ვამბობ და დავინტერესდი რა ეხა ყველა იპარავს და შევედი და აუ რავი ნერვიული გაოფლი და ეთყობა ესა და ნუ გავბედე რა მე ჩავიდე იქ და გამოვდივარ და არავის არ ეკითხებოდა ხოლმე ის ხალი შეკითხავ აი ეთყობა სახეზე მეტყვა გაოფლი აწითლე რაღაცა ნერვიულობდი ბავშვი ვიყავ და კაი ეგეთი სახი და რამე ხوار მიგა ხო და აუ მომაწვათ სრემლები ბუბლიკი კაი წარ ბაჩუქეს გაობუშეს შესაწყავ მან მივხვდი რომ მოპარვა ჩემი არ არის მეტი აღარ უნდა არა მაგ საქმეში სხვა ნერვები და ღირებულებათა სისტემა გჭირდება რომ იყო წარმატებული კლასში ვალოდია ჯინჭარაძე შენ წყავდა ორი კლასი მყავდა რა მე კლასზე ორი კლასია ერთი ჩემი 117 სკოლის კლასი და მეორე 52 სკოლის კლასი მერვე კლასიდან გადავედი იქ ის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა იყო ხო და ვალოდია ჯინჭარაძე არა ესე ვერ გავიხსენე ყველა მახსოვს იმიტომ რომ ის პირველი კლასი იყო იქნებ შენ გონია რომ გახსოვს არა მახსოვს ჩანსი არა ყველა მახსოვს ყველა ბაღისაც მახსოვს რაღაც იცი რატომ მახსოვს ავით ხან და ხო შეგხვდება ხოლმე მე ფოტოების ის ჩემ დროს უშვებდი ხოლმე გამოსაშვები რაღაცა ის იყო ხოლმე ალბომი თუ რა ერქვა მეც მაქვს ეს კლასის ფოტოები არის რა დარჩენილი ეხლა პირველი ხო იცი როგორი რამე ეხლა მე მომხდარი უფრო გავიწყდება რა ბავშვობის სამბები ზუსტად ძალიან სუფთა დაფაზე გეწერება რა ჯერ აუთვისებელი გაქვს ეს შენი მყარი დისკები მეხსიერების და ის ძალიან მყარად და კარგად ინახება რა და მე უფრო რთულია თუმცა ჩემ შემთხვევაში ხო პირველი კლასელები იყო ისთან ერთადაც ეს სამყარო შევისრუტეთ და მეორე კლასი უბრალოდ ცოტანი ვიყავით კლასში იქ უფრო რა და ამიტომ უფრო მარტივია ხელი რომ გებხანება ფული იცის? კი ამბობენ მაგას რა და ოღონდ რომელი ხელი გააჩნია მარჯვენა თუ მარცხენა მაგასაც აქვს მნიშვნელობა. მე მგონი ერთმა რომელიღაცამ იცის, მეორე რაღაცა სხვას ნიშნავს. ალბათ კარგა. მეორე არა კარგა არა ეგრე მარტივად არ არის ეგ ამბები. ეგრეც ნუ გავამარტივებ. არა ეგრეც არა. მეორე შეიძლება აბსოლუტურად სხვა სფეროა. არ ვიცი რა შეიძლება კრედიტს დაგიმტკიცა. იუმორი მეტი გაქვს თუ ირონია? აუ ალბათ რაც დრო გადის მეტი ირონია რა, იმიტომ რომ უფრო ეგ არის ცხოვრებისეული გამოცდილება ამწარებს რა მაგივას და თან როგორი რაღაც მოდის იცი ნელ-ნელა იუმორისტის პროფესიულ ცხოვრებაში რა როგორ ხდება თურმე აღმოჩენებს აკეთებ ხო? კი აი ადრე თავიდან ყრმობაში სულ ყველაფერზე ვღადაობდით აბსოლუტურად ყველა ქმედებაზე, ყველა მოვლენაზე, ყველა ამბავზე თან რა დროს ნუ ხო ღადავ აი რაღაცა ის იყო რა მუდმივი რეჟიმის ის იყო მერე ნებისმიერი ღადაობას უნდა ქონდეს მუღამი რა ეგ აქ მუღამი რომ აი რაღაცას უნდა სარგებელი მოქონდეს რა რაღაცას უნდა აჯანსაღებდეს ეგ არის მთელი მუღამი მიზანში მოხდეს რა ხო აბა იმ სისხარტის მუღამი რა არის თორე გაცინებაც თავის ხრი რა ცუდი კი არ არის უბრალოდ ეს გირჩევნია რა რომ აქეთ დაიხარჯო და მე უფრო მეტი ირონია შემოდის რა ამაში იმიტომ რომ მეტად რეალობასთან მიმართებაში იწყებ ხუმრობას რა ანუ რაღაც გამოგონილ სამყაროებზეც ხო იმიტომ იწყებ ხუმრობას რომ ის მე ასახავს რეალურ სამყაროს ხო ამ პარალელზე უნდა ააგო მე შენი პარადოქსი რაშიც დაიჭერდა ადამიანებს გააცინებ ხო მოკლედ ეგ არის ირონია მეტი რჩება რა მე და საკუთარ ხუმრობას თუ შეუშინები ხარ
შეოშინებით არ ამგონია, მაგრამ ხანდახან მომწონებია. რო აუ ეს კაია. ჰას თქმით თავს ამხნევებ? ის არის. ძალიან მომწონს. რამდენიმე რაღაცა არის. ეხლა იშვიათად ვაკეთებ ხოლმე. ხო, ეხლა აკეთებ იშვიათად, მე ძალიან მომწონდა ეს. მეც რაღაცა გავის, მაგრამ იცი როგორ იყო? მაშინ უფრო იმ გაწყობაზე ვიყავით. ცოტა დაცინვაც იყო რა ეს რა შეფასებაც და უფრო მოდის აი ადრე მქონდა კავენის დროს მქონდა ეგეთი შუტკა რა ერთი ტაში. კი, ხო, მაგრამ ერთი ტაში ერქვა. ეგეთი რაღაც ის იყო შიდა ის რა ქვია სამეგობროს ხუმრობა იყო რა რომ ვინმე რომ რაღაცა ხუმრობას იტყო და ცოტა ისეც ყოჩა აი ესე ერთ ტაშს უკრავდით რამდენიმე და საკმაოდ ის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა აი ერთი ჰას მუღამიც ეგაა რაღაცა ეს საკმარისია იმისათვის რომ მონიშნო შენი ემოცია რა და მე ის გადახარხარება და გულაობა აღარ მიყოლა პოზიციის დაფიქსირება. ხო. მოსახნავი მოიხნა. მოსახნავს რა უჭი მოუხნავიც იხდება ხოლმე. როგორი უხერხულია. ჩიხში შესული უკან ბრუნდები? აი სანამ ცხვირით არ მივეჯახები ხოლმე არა მე ვასება რომ ბოლომდე დავწმუნდე რა ხელი მოვკიდო მართლა აი რაღაცა თამაშებიც რომ მითამაშია ხოლმე იქაც ეგრე ვიყავი იქნებ ერთი ის არის რა ქვია რაღაც ცნობილი მემივით არის რა თხრის და ცოტა რო აკდება და იქ თურმე განძი ყოფილა თუ რაღაცა არ ვიცი ეგ ჩამჩა ეგრე ძალიან თუ რაღაცა მაგრამ რავი ალბათ რა ერთი ლოგიკა რა შეიძლება იყოს მაგაში რომ თუ იქ ხარ მისული მოკლედ იქ ბოლომდე უნდა გააკეთო რა და არ გამოვა მერე გამოხვალ რა ხო რაღაც გამოსავალი ეგზება ხო რა ის არის რა ქვია ანუ დროს უფრთხილდები ეგეთი მაგარი ტიპი ხარ რომ ამ დროს არ დავკარგავ უკან დაუბრუნდები თავიდან დაუბრუნდები მეტი დრო მექნება მე არ ვიცი ახლა საკუთარი დროის მიმართ ასეთი სერიოზული დამოკიდებულება ვისაც შეუძლია რომ კონდეს მაგ ადამიანებს გავუმარჯოთ ხო კი მაგრამ მე ვერ მივეკუთვნები მათ 90-იანებში სოფლიოში ყველაზე მაგარი ნამცხვარი მედოკი გეგონა? აუ მეგონა სინაზე იყო ესეთი ნამცხვარი სინაზე მე ჩიტის რძე მიყვარდა ჩიტის რძე ხო ჩიტის რძე იყო ჩიტის რძე არის ნამდვილად მედოკიც არ არის სუდი მაგრამ სინაზე მიყვარდა რა სინაზე იყო კეთებოდა იმით ხილფაფით ხო ყველაზე მარტივი იყო და ჩემი სულ მეკითხებოდა ხო აი რატო ეს არ არისო ყველაზე კარგი ნამცხვარი რავი უკეთესებიც არსებობს სკოლის ჟურნალში თუ გადაგიკეთებია ნიშანი და გავიხსენ არა მგონია არ დამჭირვებია თავისითაც და რეიტინგი ანადგურებს თუ იცავს? თან ანადგურებს, თან იცავს, იმიტომ რომ ის არის, რა ქვია, ერთ-ერთი განსაცდელია რა. როგორც ვთქვათ, აღიარება და წარმატება ერთ-ერთი განსაცდელია ადამიანისთვის რა, იმიტომ რომ ბევრი რამე შეიძლება გაუძლოს ადამიანმა და მაგას ვეღარ გაუძლოს. ერთის მხრივ, ამიტომ ხო, რეიტინგი თავის მხრივ რაღაც აღიარების და წარმატების ირიბსაზომად თუ ჩავთვლით, ამ შემთხვევაში საფათოც არის ცხადია. თუმცა თავდაცვაც არის მეორეს მხრივ რა, თუ ჩვენ გარემოს გადავავლებთ თვალს ახლა, როდესაც ადამიანი დაკარგა ლეგალური სახელმწიფო სტრუქტურების იმედი და საკუთარი თავის გადასარჩენად ერთადერთი იმედი აქვს რომ ადამიანებს ხმა მიაწვინოს რა მაქსიმალურად ბევრს და ამისთვის რეიტინგი კი სიკეთეა რა იმიტომ რომ ერთ დაწახებაზე რამდენ ადამიანს გააგონებ არის რეიტინგი და შესაბამისად აქვს ესეც ანუ შესაძლებლობაც არის და პასუხისმგებლობაც ცხადია თუ ხუმრობა ჩავარდა ვინ უნდა ამოიყვანოს შენმა
სირცხვილის გრძნობა შენი სირცხვილი შემოდის სცენაზე და გაუწვდის ხელს მოიყვანს და გაუდგებიან გზას ერთად პულისების გაიძურწებიან ერთად შინელი განცდა ეგ აი ხუმრობას რო იწყვი თან აქცენტით და როგონია რომ აეხლა და ეგ და სიჩუმე რო დაგეჯახება საშინელებას ეს დამსიზმრებია ხო რა თქმა განმისთია კიდეც და იმიტომ დამსიზმრებია თუ სიტყვას წონა აქვს რომელი სიტყვაა ყველაზე მსუბუქი ჰაერი აუ რა კაი აუ ჰაერი მარცებს მსუბუქი და ისე გამოიწვია მე მგონი მაგიტომაც რა რომ მაგის ახსაწერად გამოვიყენეთ მეზობელო კარისაო სინათლე ხარ თვალისაო ეგრეა კი რატომაც არა კარის მეზობელი ასწორებს ხო რა პირველი ადამიანია ვისაც ხედავ კი ნაღდია ეგ გამოთქვა მართლა ეგრეა შეუძლებელია რომ კარის მეზობელთან ცუდ ურთიერთობაში იყო ადამიანი უბრალოდ შეუძლებელია შეუდე ვერ გაუძლებ რა პონტი არ არის და არა ასწორებს რა როგორ შეიძლება სხვა მეზობლობის რაღაცა ეს ქართული რაღაც ტრადიცია ასწორებს კი აუცილებლად ასწორებს აქ ჩვენი ენდემურია ცოტა ამბობენ რომ შეიქმნა უფრო იმით урბანიზაცია სწრაფმა урბანიზაციამ მოიტანა ეს რა რომ ადამიანები იქ რო ერთად ცხოვრობდნენ და უბრალოდ საცალკერო ცხოვრობდნენ და საჭირო იყო კომუნიკაცია მუდმივი ეს მე урბანულ სივრცეშიც ეს ჩვევა გამოყვა რა ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე ხო და რა კი ესე მოხდა და ეხლა აქ ვარ დასწორებს ესე იგი რა ჩვენი იდენტობის ნაწილია ესე იგი მეზობლობა ხო საოცრად მე მაგალითად იტალიურ ეზოში გავიზარდე ხო და ეს იყო ჩემთვის კიდე სხვა ფენომენი რა კიდე სხვა ფენომენი ეხლა არ ვიცი რა ხდება იტალიურ ეზოებში მაგრამ ჩემ ბავშვობაში საოცრება იყო შუქი რო არ იყო და ბავშვები მამებს რო ველოდებოდით სამსახურიდან თუ კარგი ამინდიყო გარეთ რო იშლებოდა სუფრა და ყველაფერს არა ბესეთკები ხო დგას ყველა კორპუსთან ამის ისე ვარ ხო რაღაც თვალსაზრისით ხო რაღაცა ის არის სოციალიზაციის გარეშე ადამიანი ვერ გაძლევს ვერც ერთ ფორმატში კილკა ტომატში თუ შპროტი აუ კილკა ტომატში ხო ისე იდეაში ხო საჭმელად კილკა ტომატში დასაყოლებლად შეიძლება შპროტი გააჩნია არაყაზე დასაყოლებლად არა კილკაც განაცვლია მაგრამ შპროცაც აქვს თავისი მულა შენს პეჩს ბევრი ვაშლი მიუწვავს არა ვაშლი არ მიუწვავს შენ პეჩს არ წავდი ხოლმე არა ვიცი ეგა მაგრამ არ მქონდა ეგ პეჩი სადაც ვაშლები უნდა მიმეწვა ხო რა მქონდა კერასინკა წვანე წითელი ძალიან ძერს კი იყო წითელი ეხლა წითელი ლამბორჯინი დიდრების ამბავი იყო მე მახსოვს კლასში ძალიან ბევრი ფული ავკრიბეთ რომ კლასში დაგვედგა წითელი კერასინკა წითელი იყო ტურბო ხო ირანული და ეს უფრო მარტივი ნაწარმო იყო წვანე ეს მე მგონი თურქული თუ ეგეც ირანული მაგრამ ნუ ის არის რა ქვია გვათმობდა რა მადლობა ამ ორივე ქვეყანას სამყაროში ფანტაზია უფრო მეტია თუ მარჯვეხელები მე მგონი მაინც ფანტაზია მეტია ფანტაზია არცად იღლება ვიღაცის დასწრენზე მიგიხედავს შესაძლოა კი მაინტერესებს ხოლმე ზოგადად ხმაურზე ვიყურებ გავიხედებით ფიქრი რომ ხილული იყოს გარეთ გასვლა გაგვიტყდებოდა კი რა თქმა უნდა მაგრამ შეგვწევდა აბა ხა ის არის მაშინ ხო ყველაფერი ხო რაღაც მაგაზე გადის რა მე გენახოთ რას ვამბობ და რას არ ვამბობ რა თქმა უნდა მე სულ ჩავიკეტებოდი ხო საშინელება საერთოდ როგორ ფიქრობ ყველა ნულიდან დაიწყო არა ნულიდან როგორ ვიღაცას დახვდა კაპიტალი ვიღაცას დახვდა რაღაცა ისა რა ქვია ტრადიცია ცოდნა გამოცდილება ეგეც მაგალითად ფეხბურთელები რა ხო მამაც რო ფეხბურთელი ყავდა და ხო მნიშვნელოვანი გამოცდილება არსებობს რა უკვე ოჯახში ანუ ეგ სასტარტო კაპიტალია შენ ბიზნესში
წინ ხარ რა უკვე ბევრად მეტი იცი ხო და ასე რომ ხო მაგრამ საბოლოო ჯამში რავი რომ იბადები იმდენად დაუცველი და პატარა ხარ რომ ნულიდან იწყებ აბა საიდან იწყებ ყველაფერი უნდა რამხელა რაღაცა სამყარო უნდა შეიმეცნო გაიაზრო და მერე გაყვე ისა რა ქვია. და თუნდაც დაამტკიცო რომ იმის შვილი რო ხარ, იმიტომ არ. რა, გინდა ზიდანი იყოს მამა შენი მერე რა. იქ ის გოლი მაინც შენ გასატანია რა საბოლოო ჯამში. სიმართლე თუ მწარია სულ რატო ვეძებთ? რავი, აბა ძნელია რა სიმართლის გარეშე. შეუძლებელია სიმართლის გარეშე მართლა. სიმართლე წარე რატო არის ახლა? ყოველთვის წარე ხო არ არის? ხანახან კბილიც არის. მაგრამ წარეს ჯობია იყოს რა. და იყოს სიმართლე. ჯობია, ხო, წარე სიმართლე. არ ვიცი ხო, ეგეც ის არის რა. ხანახან შეიძლება ადამიანს პაუზის აღება გერჩივნოს რა. მაგრამ ნუ პაუზა იმას ნიშნავს რომ სადღაც უნდა შეეჯახო რა მე წარე სიმართლეს. მუდმივი პაუზები არ არსებობს. ცოტა დავისვენოთ, მაგრამ მე შევხედოთ ის. ქორწილამდე რა დაგავიწყდა? აუ, ბევრი რამე. სხვა შორის ქორწილამდე რაც დამავიწყდა, მეგონა რომ დამავიწყდა, მაგრამ მე რაღაცები გახსენდება როდის იცი? აი, ბავშვს რო უყურებ. ხო, კი. და აუ, როგორი რაღაცები იცი? რაღაცა უბრალო ეს, აი, დეჩემს რო კაბაზე ხელს მოვკიდებდი და ტანკში რო ვიჯექი. აი, განცდა რა. აი გამახსენდა რომელიც მეგონა რომ აი საერთოდ აღარ მახსოვდა სადღაც იყო მიმამული სადღაც იყო მაგრამ რა მნიშვნელოვანი განცდა იყო დაცულობაში კი ხო აუ კი აი ხაბეცობიტი აუ რაღაცა ხო ემოციური ხო რა კავშირში რო ხარ თამაში ვითამაშოთ სიმართლე თუ მოქმედება ეგ რა თამაშია არ ვიცი კაი მაშინ სიმართლე კარგი მაშინ ერთი კითხვა დამისვი და მე რა ვიცი სიმართლეს გიპასუხებ. ოკეი. მაშინ რთულ კითხვას დაგისვა. როგორ უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში, რომელშიც ვარ მთელი ქვეყანა ეხლა ჩართული? აიმე, მაგაზე პასუხი გეცოდი. არა და უთხარი სიმართლე. აიგრე უჭირს თითოეულ ადამიანს მაკითხვაზე პასუხის გაცემა სინამდვილეში, ხო? რთულია, მაგრამ კარგი რა არის, იცი? ყველანი მაგაზე ვფიქრობთ, ყველანი ჩვენთვის მაგაზე გვეფიქრება რა, რომ აი როგორ და შანსი არ არის რა სადღაც ვიღაცა მიიღოდება. ამ კითხვაზე იქნება სადღაც პასუხი და ალბათ ვიპოვოთ. კი. აი მაგაზე მე რა ვიფიქრებ ახლა. გამომწერი კითხვები გვაქვს ხოლმე თუ წერენ გამომწერები და მოგწერეს და ძალიან საინტერესო კითხვები მოგწერეს. შემიძლია ორი კითხვა მაქვს ერთი და იგივე გამომწერისგან და ესეთია პირველი. ჭკვიანი უფრო ბედნიერია თუ გიჟი? ნუ ეს გოდერძი ჩოხელის ცნობილი იმდა. ბედნიერი ალბათ რავი ადრე მეგონა რომ გიჟი უფრო ბედნიერია. მაგრამ მე როგორ თქვა, ერთი ვიდეო შევხვდა რა და არ ჩანდა ეს ადამიანი იქ რა, ბედნიერი რა. იმ მომენტში და მან მივხვდი რომ მარტო ბედნიერი არ არის. ხო და ალბათ ყველა ერთნაირად ხო, გააჩნია როგორ არ იქოს ალბათ ბედნიერებას. ხო რა. როგორ რამე იცი რომ ეხა უბედური რო არ იყო არასდროს არც ერთი წამი მთელი ცხოვრება ეგრე იცხოვრო რავი ეგეც უბედურება მესის არ უცხოვრია ეგრე წარმოიდგინე უბედური რო არ იყო ეგეც უბედურება და მეტანი უბედური უნდა იყო რა რაღაცა რა მეტანი ხო ან უბედური უნდა იყო ან უბედურის ერთი ხო უბედურის ერთი ხო თავარი არის რომ ხანდახან მაინც ვიყოთ ბედნიერები ხო მეგონი აკამორჩილაძის ციტატა იყო ეს. ხო. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ სადღაც მან იყო. ხო, ძალიან კარგი. და მეორე კითხვა ესეთი აქვს, ლუარსაბი უფრო საშიშია თუ ჯაყო? მე ძალიან მომეწონა ეს კითხვა და ბევრს ვფიქრობ. ლუარსაბი ცხადია. ლუარსაბი ჩვენ ვართ რა. ხო. ჯაყო ჩვენ ვართ დიდ სურათში. მაგრამ როგორ თქვა
ლუარსაბს ხვის იმედი ვერ გექნება, როცა შენ თვითონ ხარ რა და ჯაყოსთან შეიძლება გქონდეს შენი იმედი რა. ფხიანი თუ გამოდგები, გაუკაჩავ რა. ტრომბასაც და ძმობასაც. ჯაყოს. და ლუარსაბი თუ ხარ დანძრეული გაქვს. მოცემულობაშივე რა. რავი, რა უნდა ქნა. რავი, albათ რაღაცა ითამადები. არ ითამადება რაღაც პერიოდი რა. როგორი თამადა იქნება ეგ რუსებისთვის საერთოდ ეგეთ სპეციფიურ ნიშურ სივრცეებში. რავი, რა უნდა ლუარსაბობა უფრო ის არის რა. არ მოსულა. პროსაშიში. საშიშია. და ეგ ცონარება, არ ვიცი რა დაიჭირა ილია ჭავჭავაძემ ეგა, მაგრამ ეგ ჩვენი ტემპერატურის, ჩვენი ჰავის ქვეყნებში მოკლედ ლუარსაბობა კარგი ამინდი რო არის და ხილი კარგად მწიფდება და ტკბილი როა და გემრიელია და ზამთარი რო დიდხანს არ გრძელდება, იქ ადამიანი შეიძლება გახდეს მიდრეკილი ცოტა მცონარებისკენ რა. ყურადღება საჭირო. ჩვენ უფრო რისი ხალხი ვართ, მუღამების ხალხი მგონია უფრო ვართ ვიდრე დისციპლინის რა, მაგრამ მუღამები არანაკლები მოტივატორია რა, მე ხო, მაგრამ დისციპლინა მგონია რომ ძალიან გვჭირდება რა. კი, რა თქმა უნდა. იცი რა როგორ არის მუღამში რო ხარ, მე დისციპლინაცაც მაშვები რა, რაღაცას ის მუღამი გადისციპლინებს რა, რაღაცას გაკეთებინებს რა, მაგრამ ხო ჟილკა გაქვს რა. და მიზანი გაქვს. მიზანიც ხო ძალიან მნიშვნელოვანია. მართვა ხო არის ორი ტიპის რა, სრულფასოვანი, სწორხაზოვანი და კრეატიული. აი მაგალითად ვარ, მოდი ფეხბურთელებზე გავაგზავნოთ და ვიცი რომ დღეში დაუშვათ ყოველდღე უნდა ვირბინო რაღაცა რაოდენობით 10 კილომეტრი. და ყოველ დილით 7-ზე დგები რომ ვირბინო რა. მაგრამ ხანდახან ხო შეიძლება რომ რავი, წვიმა არა 7-ზე. ხო. და ამიტომ ვირბენ 12-ზე რა. ხო. და აი ეს უნარი რომ მქონდეს რომ ადაპტირება ჩემ დისციპლინის გეგმას, ოღონდ კი არ შევცოლო, კი არ ვიზარმაცო, კი არ მოვაკლო. მენეჯმენტი გაუწიო რა, ანუ ხო რა, აი საბჭოთა კავშირზე დავიწყეთ ლაპარაკი და რაღაცა. მაშინაც ესე სწორხაზოვნად არ უნდა მიუდგეთ სიტყვა დისციპლინას, ჩემი აზრით რა. კი. შემოქმედებითა თუ მიუდგები რა, ეხლა შემოქმედებითი ცოტა ისე ჟღერს. არა რა, ის შემოქმედებით მიდგომა, მაგრამ ხო აი ეგრე რა, ცოტა ისე რა, რომ ხო შენ თვითონ ყოფნის გონიერება იმისთვის, რომ არც არაფერი დაიკლო და არც არაფერი მოიწყინო რა. ზუსტად. და ცოტა გაერთო, ცოტა იკაიფო პროცესით მეტი რა. ავი მე მგონი აფრით ცუდი მაგაში არ არის რა. ამიტომ ფეტიში არ არის არაფრის საჭირო რა. და მუღამი ისეთი რამეა. მუღამი არის მთავარი რა. მუღამი კიდეც გადისციპლინებს და კიდეც ყველაფერი. ხო ალბათ. ხო რა, სპორტში ახლა მართლა ხო ვართ ქართველები რეალურად ესე პერ კაპიტა რო შეხედო. გინდა ჩვენი დონის განვითარებულ ქვეყნებს, გინდა ჩვენზე დიდრებს, გინდა ჩვენზე ღარიბებს. კი. პერ კაპიტა მედლებით ოლიმპიადაზე სპორტული წარმატებით ვარ ძალიან წინ რა. კი. ეს ნიშნავს რომ შეგვიძლია რა ამ დისციპლინაში ჩაჯდომაც, იმიტომ რომ მაგაზე დიდი გადამოწმება მაგის როგორც სპორტში ახლა არ არსებობს რა. ანუ მაგრები ვართ. მე მართლა ფეხბურთში მე ბავშვობაში უყურებდი ფეხბურთში დამაბრუნეს ამ ბიჭებმა. ხო, ფეხბურთი მთავარია. ფეხბურთი მთავარია. ხო, და ანუ ძალიან მიყვარს. ფეხბურთის ყურება დავიწყე თავიდან. ყველა ჩემპიონატს უყურებ. მარტო უყურებდი ჩემპიონთა ლიგას ბავშვობაში. ეხლა ყველაფერს უყურებ და ყველგან ვიღაცა ყავს და კი, სულ ვიღაცა არის საყურებელი და სულ თან კარგი ვიკენდი ქონდათ ეხლა ყველას. კი. სიზმარში დაგძინებია? აუ, კი, ის დამძინებია კი არა, უბრალოდ გამღვიძებია და ისევ სიზმარში გამღვიძებია. გაგიგრძელებია? უბრალოდ რამაში. ოკეი, მივხვდი რაც თქვი. რომ მეგონა რომ გავიგვიძე და მე მივხვდი რომ სიზმარში გავიგვიძე რა ისე. და ეგეც სიზმარში მოვახდინე იმის პაროდირება რომ რაღაც მომენტში რომ გეღვიძება და რომ ვერ ხვდები რომ გეღვიძება, აი დავიმართე სიზმარში. ეგ არის ყველაზე უცნაური რაც განმიცდია მაგ მიმართულებიდან. სიზმარი. გულს თუ უბძანე როდესმე? ვერასოდეს. აცხარე გახარ. აცხარე გახარ. გზას აცდენილ ადამიანს თავისი გაჭირვებია?
ხო, რა თქმა უნდა, თავისი გაჭირვებია და უარესი უბედურება ისაა, რომ ძალიან ძნელია ვინმე უშველოს გზასაცდენილ ადამიანს საკუთარი თავის გარდა. ძალიან ძნელია რა. სხვა ადამიანს შეუძლია ხელი წაუკრას. ხო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება აგიკრას იმან. ხო, ხელი ხო, ეგეც არის და ხშირ შემთხვევაში ეგრე ხდება მართლა, იმიტომ რომ გზასაცდენილი ადამიანი რთული თემაა მოკლედ რა, მაგრამ რავი, დახმარება მაინც ხო, მარტივი პასუხია რომ შეიძლება დავეხმაროთ, მაგრამ ხო ეგ არის რა, შენ ხელს წაუკრავ და ის აგიკრავს და მე ხო, მაგრამ შენ უნდა წადო რა, შენ ალბათ უნდა წადო, ხო. ცდა დღის. ცდა მოსულა ალბათ. შენზე უთქვამთ, მაგას არ დაატყმევინოთ უდარი იცისო? არა მგონია. ატარაობაში ტანად დიდი ვიყავი ცოტა. 8-9 წლამდე ალბათ რა და რაღაცა და მე ხა ესეთი თუ ყველაფერი შესაძლებელია, შეუძლებელი რატომ არსებობს? არ არის ყველაფერი შესაძლებელი. და იმიტომაც სამს რომ დალევ, გეხსნება თუ გერგება? ამ ბოლო დროს უფრო მერგება და არა და ის ჯობდა, როცა მეხსნებოდა. ხო, ეხლა გულობა ეგ არის. გულობას მე რო იწყება. თუმცა სამი სხვათ შორის მე აღმოაჩინე საკმაოდ გვიან ასაკში, რომ თურმე 1.50 გრამი არაყი რო დალიო, ათრობს რა ჩვეულებრივად. 50 გრამი? კი. ჩვეულებრივად ათრობს. ოღონდ 1.5 საათით რა. ხო, რაღაც ხასიათს გიცვლის. ხასიათს გიცვლის რა. ხო, ეხლა ეგრე კი არ გათრობს რა. ხო, ხასიათს გიცვლის. ხასიათს გიცვლის, აშკარად, ფხიზები აღარ ხმალი. კი, ხო, რაღაცა. რაღაც, უბრალოდ რავი 40 წუთს ვინაცდის რომ ხო რა. მეორე მესამე მიყვება ხოლმე და ამიტომ ეგ ამბავი გვიან აღმოვაჩინე. მართლა, იმიტომ რომ სულ მიკვირდა რომ ეს 50 გრამი რო იყიდება. რატო იყიდება 50 გრამში რო იყიდულობს? იმიტომ რომ და მე იქ ხო ესე სვავენ დასავლეთში რაღაც ესე 50 წრუპავს და ისა და თურმე ყოფნის რა იმ საქმისთვის რაც იმას უნდა და. კი. ჩვენ ცოტა кейფის ფორმატში გვიყვარს დალევა ჭამას ჩვენი მუღა. ჩვენ არ ვასდით თორე შეიძლება იმას ის მუღავი მოგწეს რა. არ ვასდით. შეიძლება აჭირდება მაგდენის დალევა. ერთი დავტესტო. ჩვენ სულ ისე ვართ, ბოლოჭიქა არ უნდა დაგველიას თემაში. ბოლოჭიქა ყველაზე ძნელია. ხელოვნურ ინტელექტს რო თვითცნობიერი კონდეს, პირველი რას იკითხავს? აი გაუჩნდა თქვა. ალბათ რავი, ვინ ვარ მე? ვინ ვარ? აკრაჯადა მინდა. კი. აი ჩვენ რაზეც არ გვაქვს პასუხები ახლა იმ ტრიოს თავი მაგას. სხვა ჩვენიც აქეთ რომ მოვდიოდი გზაზე, რაღაც ნიუსს წავიკითხე, რომ რაღაც ჩინური ხელოვნური ინტელექტი გააზრეს, რომ ცალკე თვითცნობიერი ეს თავის დამოკიდებულება, მაგრამ ახლა მომხვდა. საშიში ამბავია. საშიში ამბავია საკმაოდ. არა მე არ ვარ წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტის, მაგრამ თან ხო, კონტროლი ალბათ ჭირდება და მომზადება ჭირდება, რომ რა შეიძლება წავიდეს. უბრალოდ ძალიან სწრაფად მიდის და ძალიან სისწრაფე მაშინებს ცოტა, ანუ ეტაპები აღარ არის და რაღაც სადღაც მიხდება. ხო, ეხლა უფრო ეგ ტემპი უფრო აჩქარდება. როცა მოგწყინდება, როცა დაიღლები, როცა უმიზე, ზოდ გაწყენს ვინმე გულს აშვები. რავი. გინებიან კომენტარს ბოლო მომენტში გადავიფიქრებ ხოლმე რომ დავპოსტო. ძირითადად. მაგრამ ავკრებ ხოლმე. რომ აი ეს ამოვიღო. ხუმრობა რომ ქაღალდი იყოს, როგორ ფორმებად დაჭრიდი? ვარსკვლავებად. თან წვეტებიც აქვს, ხო? ხო, კი, თუთი მიმართულებით. ანუ რაღაც ინტერპრეტაციის ვარიანტი. ციგნის ყდა თუ სათაური? ალბათ მაინც ყდა პირველი შთაბეჭდილება ეგ არის, როგორ გამოიყურება. სათაური მეორეა. მე კითხულობ. და კარგად მოყოლილი ტყუილი სიმართლეს ჯობია? კინოში კი ალბათ. ზოგიერთ ცხოვრებისეულ სიტუაციაშიც ალბათ
გამოდგომიათ ადამიანებს. გააჩნია ტყუილს. გააჩნია, ხო. მე მჯერა კეთილი ტყუილის, მართლა მჯერა რა. კი, მოსულა. თუ არავის არაფერს, თუ არავის გულს არ თხეს. ხო, და არაფერი არ იცვლება ამ ტყუილით და თუ იცვლება უკეთესობისკენ, მაშინ მეორე ამბავია რა. ყველაზე უხერხული წუთი ეთერში. აუ რაღაც აი რომ მეჩხუბებიან ხოლმე რაღაცები აი და მუღამი რო არ მაქვს რომ საპასუხოდ დაუწყო ეხლა მეც ჩხუბი ძირითადად ეგრე ვარ რა რომ აი ეხლა და აი ეგ მომენტები რა და მიჩვენია რომ ოკეი ჩაი ისე სიცილი ხშირად თავდაცვა ხოლმე ძირითადად რო არ გეცინებ და ნუ ხო და გაიღიმოთ რა გაღიმებით ნებისმიერ სიტუაციიდან შეგიძლია გამოძრე პისტოლეტი თუ არ გაქვს მოშვერილი ალბათ. მან რთულია. უცნაური. ეგეთ მაგარ ხუმრობას ვერ მოიფიქრე. არსებობს კითხვა რომლის გაგონებაც აღარ გინდა. რა არის თქვენი სათქმელი? რა არის თქვენი სათქმელი? ხო, აი. მართლა რაღაცნაირი. ჩემი სათქმელი. რა მაგარი კითხვაა ჩემი. რანაირად უნდა უპასუხო? ხო არა, ხო. რა არის? მართლა ვერ ჩემი სათქმელი არის რომ გვიყვარდეს ერთმანეთი ადამიანებო. აი ეგ არის. ქართველებო გავერთიანდეთ. რავი, აფხაზეთი დავიდე. სიჩუმის მოსმენისას რა გესმის? ერთხელ მოგვასმენინა პორტუგალიაში ვიყავით, რაღაც ფილმს ვიღებდით და ხმის ჩამწერი დიდი ბუმი ქონდა ნიკა ფანიაშვილი იყო ხმას ვიცით და ხმის რეჟისორი და თენდებოდა რა ქალაქში პორტუგალიაში გაყოეს და რაღაც აუწია რაღაცებს და გვასმენებდა ქალაქის ხმებს რა აბსოლუტურ სიჩუმეში ხა წარმოიდგინე დილის იმ წამს რო იღვიძებენ და დაგიმტკიცეთ რომ არ არსებობს ების მოდა იცი რაღაცა თან მე ხვდებოდი რომ სადღაც ცომს ზელდნენ პური გამოეცხო თუ რაღაცას ტექნოლოგიურ რაღაცა ოფსეტური რაღაც სტუდიის ხმები იყო რაღაც გაზეთს ბეჭლავდნენ თუ რაღაცა ეგეთი ის ჩართეს სხვადასხვა მხრიდან მოდიოდა ძალიან მაგაშთა ბეჭდები ხო საბოლოო ჯამში სრული სიჩუმე არ არსებობს ხო აი მაშინ არ მაქვს არის ხო აბსოლუტური სიჩუმე თუ გზა შენამდე მოდის შენ სად მიდიხარ ჯანდაბაში იცი რა მაინტერესებს ბალახმა რატომ გადაწყვიტა რომ მწვანე იყოს ოკეანეების მწვანე ყოფილა თურმე ადრე ხო ეგრე ამბობენ მერე გაცისფრდაო შეიძლება ბალახიც გაცისფრდეს ერთშენიერი დროთა განმავლობაში არ ვიცი თუ კატა იფიქრებს რომ ცხვარია ცხვარი ფერმა თუ რა ქვია ცხვრის ფერმა ფარა ცხვრის ფარა მიიღებს კატას არა მგონია თუ კატა გადაწყვეტს რომ ცხვარია მისი ყველი მაინც არ შეჭამოთ არენდო და ბოლოს ჭუჭრუტანები გიყვარს როგორ არა რატომაც არა მადლობა ჭუჭრუტანები საინტერესოა ძალიან დიდი მადლობა არაფრის პირიქით მადლობა წარმატებები გამეხარდა და რა ვიცი ძალიან ვიხარისე წარმატებები თქვენ მოკითხვა თქვენს მაყურებელს და საინტერესო ეთერები და საინტერესო სტუმრები დიდი მადლობა მადლობა არაფრის ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ